გამარჯობათ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემას, სამწუხაროდ ჩვენი სტუმარი წავიდა, ეჩქარებოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო რომ მიდიოდა რამდენიმე შეკითხვა მომცა და აი ბატონი ზალი გააგრძელებს ამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას ბატონო გია, არსად არ დავსრულებთ ისე 10 დეკემბერია და ჩვენი გასვლის მეორე ნაწილი წერება. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი თემას მოვიდეთ ხელში, ამ თემას არ ეყოფა ასე ვთქვათ ნახევარსაათიან და 1 საათიან საუბარი თქვენთან. იმიტომ რომ საკითხი არის ძალიან მძიმე, როდის ჩვენი მეგობარი როდის გადაგვეცვა მტრად შავი ზონკოს ხელოვნებაში არავინ არ იცის ამ შესახებ და აი ეს ღმერთმა ქნას რომ მიწისძვრა არ იყოს. მიწისძვრის გამო შეიძლება ეს კომპონენტი გამოვიდეს გარეთ და ეს იქნება სასწაული, ისე ვთქვათ, აფეთქება. ეს არის დაბმული ლომის აშვება. კი. აი ეს სულფიდი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ამ განმავლობაში, რომელმაც ასე ვთქვათ, რომელიც შავზღვაშია ჩაბუდებული. და როდის ეს იყო და იქნება. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერი, თქვა, ზღვის, ოკეანის სხვადასხვა პროცენტულად რაოდენობით და სხვადასხვა სიღრმით. მაგრამ ოღონ არ უნდა გამოუშვათ ზევი. კი, იმიტომ რომ ეგრევე აფეთქდება. კი. ეხლა ეს რა მოაგროვა შავ ზღვაში ამდენი ხნის განმავლობაში? რახანის იყო ჩამარხული დაახლოებით 400 მეტროზე, როგორც თქვენ თვით სიღრმეზე. ეხლა უკვე 200 მეტროზე ამოსული ზიგა რაღაცა მოიმატა და წამოვიდა ზემოთ. გაუცილებლად ისე დაბინძურება. დაბინძურება იმ ქიმიური საშუალებებით, რომელსაც ხმარობენ, ისე ვთქვათ, არა მარტო სოფლის მეურნეობაში, ალბათ სხვა კიდე რაღაც გარკვეული მიმართულებით. როდესაც შედის რაღაც გარკვეული ქიმიური საშუალება წყალში, ის აუცილებლად გამოიწვევს რაღაც გარკვეულ ცვლილებებს და როდესაც დაიწყეს, ესე ვთქვათ, ქიმიური საშუალებების ხმარება ნიადაგში, რატომღაც შესწავლილი ალბათ აქვთ, მაგრამ არ იფიქრეს იმაზე, რომ ეს ყველაფერი მე რაც შევა შავ ზღვაში, არა მარტო შავ ზღვაში, გამოიწვევს აი ამ ქიმიურ ცვლილებებს. რაც ძალიან, ესე ვთქვათ, რეალურია. ჩვენ თუ ავიღეთ წყალი და რაღაცა გარკვეული მარილი იქნება, თუ თქვა შაქარი იქნება, ზოგადად ვამბობ, მე აღარ ვამბობ ის რაღაცა მავნე ქიმიურ საშუალებას კომპონენტებზე. ის აუცილებლად გამოიწვევს რაღაც გარკვეულ ცვლილებებს, ხო? და ეს ცვლილებები მეტნაკლებად ალბათ უკვე სპეციალისტები იციან და ალბათ ისიც იციან, რომ შავ ზღვას კიდე ჭირდება რამდენიმე წელიწადი, როდესაც ის თქვათ იქნება უფრო საშიში იმისთვის, რომ იმიტომ ეს არის ატომური ბომბი. ღმერთმა ქნას არ აფეთქდეს. მაგრამ რაღაც გარკვეული ექნებათ ის დრო, როდესაც იქნება უკვე მეტად სახიფათო, მაგრამ მე მგონი რომ დღესვე უნდა დაიწყოს ეს გზა მაგის გადარჩენის, იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება უკვე გვიან იყოს. ბატონო, პროგნოზი საერთოდ მადური საქმეა. ნებისმიერ საქმეში. თქვენი არის აი საუკეთესო ტექნიკური ბაზა რა ქონდეს ამის საბრძოლო ტექნიკური ბაზა. რამდენ ხანს შეიძლება ბრძოლის დაწყება და რამდენ ხანს ბრძოლის დამთავრება? წინასწარ განსაზღვროთ დაახლოებით როგორ გასაწევთ. ეცეთ, პრინციპში ეს დიდი აკვატორიუმია და საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, ტექნიკური საშუალება დაჭირდება. ამდენი სახელმწიფოა. მათ შორის ბირთვული სახელმწიფოს. ყველა მოკიდებს, იმიტომ რომ ყველას ერთნაირი ზარალი მიადგება. დიდი თანხაც დაჭირდება, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს უამრავი ხალხი, იგივე თქვათ ბიოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, სულ ყველა გააკეთოს თავისი რაღაც გარკვეული ნაწილი შრომის ჩადის საქმეს, რომელიც საერთო ჯამში გამოიწვევს აი ეს თქვათ დადებით პროცესებს. მე ვფლობ ზოგადად ალბათ სხვებიც იციან და ფლობენ ამ საშუალებას ინფორმაციას, როგორ უნდა დაიწყოს, რა უნდა გაკეთდეს, რა ცდები უნდა გაკეთდეს.
ჯერ ეს უნდა გაკეთდეს ლაბორატორიის დონეზე. იმიტომ რომ მე კი ვამბობ, რომ მე წყალს შეიძლება შევცვალო ქიმიური, ესე ვთქვათ, კომპონენტები, მაგრამ ეს არის დიდი აკვატორიუმი და როგორც შეიძლება იყოს დადებითი შედეგი, შეიძლება იყოს უარყოფითი. შეგენილობის შესაძლებლობა. და აქედან გამომდინარე, უნდა შეისწავლოს მეცნიერმა და მიხვდეს რა გზა უნდა გაიაროს, თქვათ, ეს მეთოდიკა. რა არის, აი იგივეს გეუბნებით, მე შეიძლება აქ ჩავასხან ერთი წვეთი აი ამ წყალში, იგივე თქვათ მარილი გახსნილი წყალში, მაგრამ შეიძლება იმისთვის რომ მივიღოს სრული შედეგი, შეიძლება ჭირდება 2 გრამი. და ეს ყველაფერი, იცით, გასაკეთებელი, ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს. კი, მეთოდიკა არსებობს, საშუალება არსებობს, მაგრამ ამ დიდ აკვატორიუმში უნდა გაკეთდეს უამრავიც და ახლა ჩემი ხნის კაცმა უკვე ბებერმა კაცმა, მიტომ მოგვიდა ამ საკითხებს, მე მჯერა რომ და უყურებთ თქვენ ცდებს და თქვენ შეგიძლიათ 1 გრამით, 9 გრამით, 1 წვეთით 9 სასწავლებლად მოახდინოს და ამის გამო ვზივარ მე თქვენთან ერთად აქ რომ როცა საქმე ხება ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რასაც ქვია, თუნდაც ერთი წუთს გადარჩა. ისე უბრუნდებით კვანტურ მექანიკაში და იქ არის ესეთი უცნაური ფაქტი. როდესაც მოქმედებ ერთ ატომზე, ის ერთი ატომი აუცილებლად მოქმედებს დანარჩენ ატომს. და აქედან გამომდინარე, ეს 1 გრამი იქნება თუ 1,9 გრამი იქნება, აი ჩვენ ხმარობთ სოფლის მეურნეობაში 9 გრამს და ის ყოფნის 500 ლიტრად წყალს. ესე იგი მე ახლა საერთოდ მიმყოფ საუბარი ბატონო გერბათხოვებს რომ თავარია თქვენი ბავშვი მეთოდი როგორ მოხდეს ამ სულაფრის გაწმენდა და ამ მეთოდით შეიძლება თემს სოფლიო ოკეანეს მიხედოს ადამიანებმა, სხვა ადამიანებმა. აუცილებლად. და მოხდეს მათი გაწმენდა. აუცილებლად, იცით, დღეს რაღაცა გარკვეული რაოდენობა ხალხის ფიქრობს და იცის მეახლოვებით, რომ დედამიწას აქვს თავისი რესურსი, თავისი საშუალებები და იმაზე ფიქრობენ, რომელ პლანეტაზე უნდა გადავიდეს საცხოვრებლად ადამიანობა. აი როგორც ზოგიერთი ამბობს, რომ დედამიწაზე ესე ვთქვათ, საკვები არ ყოფნის ადამიანობას თურმე დათვლილი აქვს მეცნიერების, რომ დედამიწის თქვათ საშუალება დღეს თუ 6-7 მილიარდი ცხოვრობს, დედამიწაზე თუ 8 მილიარდი, რომ დედამიწას აქვს საშუალება, რომ საკვები 300 მილიარდს რო იყოს ადამიანი დედამიწაზე. კი, მშერივე არ დარჩენენ. არ ვიცი ეს გლობალისტები რას აკეთებენ, რატომ აკეთებენ? ყველგარი აგრო ბიზნესის გარეშე და რაღაცების გარეშე, ხო? არა, თავისი იცი დიდი გზა. რო არ მოწამოთ ეს ხალხი, რომელიც ეს პირველ რიგში. ეს პირველ რიგში. პირველ რიგში რატომ? იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის საკვები, რაც თქვათ დედამიწაზე ითესება და რაც ადამიანი ჭამს, ის იკლებს რაღაც მიზეზების გამო. და ეს რაოდენობა, რაც ჭირდება ადამიანობას, იმ გაგებით, რაც დღეს კეთდება, ჭირდება რაღაც გარკვეული ქიმიური საშუალებები. მაგრამ ეს ქიმიური საშუალება კლავს თვითონ მცენარეს. ხო, მაშინ წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ მცენარეს აქვს თავისი სული, თავისი, ესე ვთქვათ, უნარი დადებითი და უარყოფითი, ამ შემთხვევაში. სიყვარულის უნარისა და ბევრი რას უნარები კი ბატონო. და ჩვენ თუ მოვკლავთ მცენარეს და ეს დაიკარგება რაღაც გარკვეული საკმაოდ დიდი პროცესი მთელ დედამიწაზე და გამოიწვევს თავის უარყოფით შედეგს. ჩვენ უნდა ავაღდგინოთ იცით დადებითი პროცესები მცენარეში, წყალში, იმისთვის, რომ არ დავუყოთ ადამიანობა და მთლიანად დედამიწა. და აქედან გამომდინარე, უნდა მაქსიმალურად შეჩერდეს ეს პროცესი აი ამ ქიმიური საშუალებით, რასაც დღეს ხდება. მე მინდა რომ ჩვენ თანაგერ გვერდის სტუდიაში ვიცით რომ ძალიან ხშირად მუშაობს მეცნიერთა კონგრესში. ჩვენთან ჩვენს ტელევიზიაში ქართულ ტელევიზიაში არიან არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბევრი კარგი მეცნიერი, საუკეთესო მეცნიერები. მინდა რომ მათაც ნახოთ ეს გადაცემა.
იმიტომ რომ შეიძლება სულ სხვა სპეციალისტების ხალხი, მაგრამ ვინმე მაინც იქნება ამ მიმართულების და მათაც გაიაზრონ ყველა თავის მეგობრებს თემ სოფლიოში ყველას უთხრა ამის შესახებ რომ ერთიანი ძალით შევძლოთ ამ პროცესების გაჩერება რომელიც ამცა შავ ზღვაში ალბათ სულ ყველა ადამიანი უნდა იფიქროს რომ მაგის მერე დარჩება კიდე ხალხი მაგის მერე იგივე შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები და ჩვენ იზოლებით თუ თქვათ არა, მაგრამ უნდა მივხედოთ დედამიწას იმ ჩვენ შვილიშვილებს უნდა დაუტოვოთ ეს. აი ბატონო ეხლა 5 წუთი რო გქონდეს დრო და გქონდეს იმ სასულო მიმართოთ ყველა მეცნიერს აი თქვენი სპეციალობის მეცნიერსაც და საერთოდ ზოგადი გაგებით მეცნიერს. რას ეთქოდით მას? აი გაგხუწოთ და 5 წუთის განმავლობაში პირველი ამ საკითხის გარშემო საქმე ხება შავი ზღვის საერთოდ ზღვების და წყლების გაწმენდის პროექტს. აი რას ეთქოდით მათ? დღესდღეობით რაც მე ვხედავ სამწუხაროდ რამდენიმე კონფერენციაში მიღებული მაქვს მე მონაწილეობა და ხედავდი რომ ესე ვთქვათ მაინც სულ ყველა ფიქრობს რაღაც გარკვეული წამლებზე რომელსაც გამოიყენებენ ეს ქიმიური საშუალებებია რომელსაც გამოიყენებენ იმისთვის რომ გაზარდონ რაოდენობა თქვათ რაღაცა გარკვეული კულტურის და მოსავლის კი მე ვიცი რომ ბევრი მუშაობს იმაზე რომ გამოუშვას რაღაც გარკვეული საშუალებები რომელსაც მაქსიმალურად არ ექნება უარყოფითი ზემოქმედება ნიადაგზე სცენარეზე მე ალბათ სულ ყველა იმ მეცნიერს ვთხოვდი რომ აი ამ თემაზე უფრო მეტად დაინტერესდნენ და ამუშავდნენ რატომ იცით იმიტომ რომ სულ ყველაფერს აქვს თავისი ესე ვთქვათ პროცენტული საშუალება რომელსაც თქვათ რომელზეც მუშაობს მეცნიერი ზოგიერთი მუშაობს იმ ქიმიურ საშუალებებზე რომელიც ხვალდაზე ისევ გამოიყენებენ ესე ვთქვათ ბუნებაში და ზოგიერთი მუშაობს იმისთვის რომ ეს პროცესი როგორმე შეაჩეროს ანდა ჩართოს რაღაც გარკვეული მექანიზმი საშუალებები რომ დაიწყოს უკუსლა რომ დავაბრუნოთ დედამიწა იმ მდგომარეობაზე საიდანაც დაიწყო ესე ვთქვათ არასწორი მაგის ექსპლუატაცია. და დასწრებს რომ დავაბრუნოთ. ასე წლის უკან ალბათ ბევრად ესე ვთქვათ ნაკლებად დაბინძურებული იყო ზღვები და თვითონ ვთქვათ ნიადაგი დედამიწაზე და როგორც მე უყურებ მე ხო გეუბნებით რამდენი კონფერენცია მონაწილეობა მივიღე და სამწუხაროდ თუ ვთქვათ იქ იყო 100% მეცნიერების ვინც იქ მონაწილეობას იღებოდა იქიდან შეიძლება 95 ფიქრობს აი ამ თემებზე დედამიწის გადარჩენაზე. ისეთ იმიტომ რომ მაინც სულ ყველა მუშაობს და ფიქრობს იმაზე როგორ გამოუშვას ახალი ესე ვთქვათ წამალი დავარქვათ ეს ქიმიური არა მარტო ქიმიური რომ იშოვოს ფული. და ისეთ ერთი სერიოზული ანდაზა არსებობს ჭეშმარიტობა როდესაც მთელ ფულს მაინც ვერ რა უნდა ქეთქო ახლა აი საქართველოს თავრობას თავი ძალებით შეუძლია მის გაკეთება თუ დაგჭირდება დახმარება სხვადასხვა ქვეყნის თავრობებს ამ საქმეში თქვენი აზრით. ნუ პირველი ნაბიჯები იმისთვის რომ ჩვენ ვანახოთ ზოგადად სხვა მეცნიერებს და სხვა ქვეყნებს რომ ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ და მიღებული ისე ვთქვათ შედეგები დადებითი რომ ვანახოთ სხვებს ალბათ სულ ყველა გამოყვება ჩვენ და იცით ნუ ეს ალბათ დიდი ისე ვთქვათ თვითონ საქართველოს მომენტია როდესაც ჩვენ დავფიქრით აი ამ თემაზე ადამიანების გადარჩენას. ბატონო, აი რა უნდა გააკეთოს საქართველოს თავრობამ კიანადარეშვილმა ამ მეცნიერებმა რომლებიც აგერ ჩვენს გვერდით გეუბნებით კიდევ მუშაობენ რა უნდა გააკეთოს ჩვენო თავრობამ რა ჭირდება ამ მომენტში
ის უმცირესი ბატონოგი ამ საქმეს რომ ეს პროცესი დაიწყოს რომ ნახოს ხმას რა ხდება. Ну, პირველ რიგში ალბათ უნდა ინახოს ის მეცნიერი, რომელიც ამ თემაზე ფიქრობს, ეს სხვადასხვა მიმართულება იქნება და ეს მეცნიერები უნდა დაჟნენ და დაიწყონ, ისე ვთქვათ, მუშაობა იმ მეთოდოლოგიაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მივახცევთ ეს შედეგი. აგერ არიან ჩვენი მეცნიერები ყურიზეში და უყურებენ ჩვენ გადაცემას. ამიტომ კეთილი იქნება თითოეული მათგანმა და ამ საქმეში დახარჯოთ ცოტა დრო და თუ იმ იციან ასეთ მეცნიერები, მაგრამ თვითონ საკუთრივ მთავრობა რა უნდა გააკეთოს. Ну, მთავრობა ხელი უნდა შეუწყოს. ხელი უნდა შეუწყოს. აი რა არის საერთოდ მცირეს თუ ჯერ არ შეგიძლიათ ამის. მაგის თქმა მიჭერს ეს ალბათ იმის მერე გამოჩნდება, როდესაც მეცნიერები დაждდებიან ერთად და მიხვდებიან, რომ ეს გზა, დადებითი გზა არსებობს და მე ალბათ დაიწერება ის აუცილებელი საშუალება, რაც ჭირდება, რომ ჩვენ ეს გზა გავიაროთ. თქვენ პირადად არ გაქვთ ამ პერიოდში მოფიქრებული საშუალება ჭირდება, როგორ და რანაირად დაიწყოს ეს პროცესი? მაგის თქმა ძალიან რთულია. აი რომ მოგიტანო მაგალითად სხვადასხვა აი აწყვი შეფასება. შეგიძლიათ თქვენი საქმე ლაბორატორიაში შეიძლება ეს პროცესი გავიარო და მივიღო დადებითი შედეგი. ანუ კიდევ მაინც ლაბორატორიაში ესე დიდ აკვატორიუმზე დაჭირდება უამრავი ესე თქვა თანამშრომელი. დაჭირდება გემები დაჭირდება თვითონ და რაღაცები დაჭირდება, იმიტომ რომ საერთოდ უნდა მოხდეს აი ფილმი რო არის იგივე რაიონის გადასაჭირა. სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს ამის. აუცილებლად. სანამ დროა. აუცილებლად მე დარწმუნებული და ვიცი რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს რაღაც გარკვეული ბიუჯეტი, რომელიც უნდა გამოიყენონ, ესე ვთქვათ, ეკოლოგიაზე. და მე არ ვიცი თანხები, რომელიც ჩადებულია ამ ვთქვათ ბიუჯეტში, მაგრამ ეს თანხები უნდა გამოიყენოს სპეციალისტმა რაღაც გარკვეული სწორი მიმართულებით. თქვენ ბრძანეთ რომ წინა გადაცემაში და ახლა ბრძანეთ ნაწილობრივ შესახებ რომ თქვენი საერთო თემა იყო ეკოლოგიის ეს ყველაზე რთული მიმართულება შავ ზღვის გადარჩენა. აი ნაფიქრი აქვს ამაზე დაწერილი აქვს ამაზე და აი რო შეაგდოთ რაც გარკვეული წინა გადაცემაში თქვით ჩემს შესახებ რამდენიმე გვერდიანი მოხსნების ბარათი მე და პატენტის მაქვს აღებული ამ თემას. თუნდაც რაღაც საგანგაშის წერილი ლაზინაში დავარქვათ და შესაბამის ორგანოს გადავგზავნოთ საქართველოში. თავარია მკითხველი იყოს. მე კი დავწერ მაგას. დაწერილი მაქვს და დღესაც შემიძლია თუ ის თქვა სრული არ არის, რაც დაწერილი მაქვს მივაწო და ნებისმიერ დაინტერესებული. კი ბატონო, აგებია მე მოგეხმარებთ ამის სისხლში მოყვანაში და მართლა არ იქნება თვითონ ის მივაწვით სადაც საჭიროა. ისეთ ალბათ ისე ვამბობთ. როდესაც დაждდება რაღაცა გარკვეული რაოდენობა მეცნიერების, იქ გამოჩნდება ის სწორი მიმართულება, რომელიც ჭირდება აი ამ გზას. რაც მე დავწერე, შეიძლება ის ჩემი აზრით არის დაწერილი სწორად და ჭეშმარიტად, მაგრამ როდესაც იქნება სხვა მეცნიერები, ჩვენ ვნახავთ იქ დადებითს და უარყოფითს. მაშინ მოვამზადოთ ჩვენ გარკვეული წერილი. გადავწეთ მეცნიერთა კონგრესს. მაგრამ მეცნიერთა აკადემიის უნდა მეთქვა, მაგრამ ყველა მეცნიერთა აკადემიის თითქმის ყველა წელი ამ კონგრესში გაერთიანებოდა, ეს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. გავუგზავნოთ მეცნიერთა აკადემიას მეორე წერილი ვიერთაგივე 100 ამ წერილს. დაველოთ რა სასიტყვენს და რამდენ ხანში გააკეთებ ყველაფერ ამას ხო? ღმერთმა ქნას რომ ესე იყოს, იცით ერთ-ერთიც და მე გავაკეთე ერთ-ერთ ბაზაზე, ნიადაგზე, რომელიც რომელშიც მიიღო რაღაც გარკვეული რაოდენობა მეცნიერების. მაგრამ იმის მერე გავიდა დრო და არც ერთი მეცნიერი, ვინც გააკეთა ის და დაინახა შედეგი, არ მოსულა და არ უკითხია რის საშუალებით მიიღეთ ეს დადებითი. რომ ისე დაგიწყეს, რომ ამას ისინი ვერ აღიარებენ, იმიტომ რომ დაუჯერებელი. ნუ მე საბოლოოდ მაინც ხელი მოაწერეს. ანუ ეს ფანტასტიკური შედეგი იყო. მე ამაზე უკვე მილაპარაკია აი ამ ტელევიზიაში, რომ გუმუსი ბუნებაში 100 წელიწადში კაი პირობებში იზრდება 0.1% და ჩვენი თქვათ სდა რო გავაკეთეთ 2 კვირაში
არ ვიხმარია არავითარ ქიმიური საშუალებები, მარტო კვანტური მექანიკის პრინციპიდან გამომდინარე, გუმუსი მივიღეთ 33-34%. სულ და მეკითხა ბატონო კიდე რაც მე ვერ გითხრა. აი 0.1% რომ მომა გუმუსი. ამას რა ეფექტი აქვს? რა ეფექტი ქონდა ამას? იმ 1% მომტეკს. ანუ გუმუსი არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც კვებავს ნებისმიერ მცენარეს. აქედან გამომდინარე, როდესაც უფრო მეტი გუმუსი არსებობს რაღაც გარკვეულ. თუნდაც 1% ნუ ის ბევრად უფრო მეტ კვებას აძლევს მცენარეს. და ხო წარმოიდგინეთ 30-15% რომ მარტო ლისრას. არ ვიცი, ესე ვცდები უნდა გაკეთდეს. ლოგიკიდან გამომდინარე, ნუ ფანტასტიკური შედეგი უნდა მისცეს. აი ჩვენ ცდები ჩავატარეთ სხვა რეგიონში. წეროვაში კიდე წეროვის ექსპერიმენტი აღშორდება თავიდან გონებიდან სასწაული მივიღეთ იქაც და სასწაული მივიღეთ მე ბევრ ადგილებში. ნუ ეგ იყო ესე ვთქვათ ერთ-ერთი დასაწყისი ცდები, რომელსაც ჭირდება განსხვავება, იმიტომ რომ ხო გეუბნებით აქ არა მარტო გუმუსზეა დაკავშირებული, თქვათ იგივე მცენარეს რაოდენობრივ გაიზარდოს. აქ უამრავი ქიმიური საშუალება ჭირდება, იგივე მოლიბდენი ზოგადად ვამბობ, იგივე კალციუმი, იგივე ფოსფორი, მაგრამ ისევ კვანტურ მექანიკაში რომ დავბრუნდეთ, გამოდის რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი კომპონენტის ესე ვთქვათ პროცენტულად შეცვლა დადებითად ეს კალციუმი იქნება, ფოსფორი იქნება თუ სხვა ქიმიური ესე ვთქვათ საშუალება, რომელიც ნიადაგში არსებობს, ან ზოგიერთი თქვა დავაკლოთ, იმიტომ რომ არ ჭირდება, ან ზოგიერთი გავზარდოთ, იმიტომ რომ ჭირდება მცენარეს. მაგრამ ეს გზა გასავლელია. კი, მივიღეთ გუმუსის რაოდენობა, მაგრამ ნუ აი ამ ნიადაგზე, რაც ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ არ დავთესეთ არც ერთი ესე ვთქვათ საშუალება ქიმიური, ეს მცენარე და არ გვინახია შედეგი. და ახლა რასაც ჩვენ გავაკეთეთ ვთქვათ ცდები იგივე წეროვანში, ჩვენ ეს მეთოდიკა გამოვიყენეთ, მაგრამ ამასაც ჭირდება ხვალდაზე ესეთ პროცესების დახვეწება და ხო გეუბნებით, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ნიადაგი, ვნახოთ სულ ყველა კომპონენტი რა რაოდენობით არის და მერე დავიწყოთ ეს თქვათ პროცესი და რაღაც გარკვეული გავლილი გზის, მერე უნდა შეისწავლოს ისევ ეს ნივთიერები. გუშინაც დღესასწაულს წეროვანში დასმენითი ჩვენი გადაცემა რო იყო, ანუ მოსავლის აღების შეჯამება და ბატონი ნუგზარ ბედნეიშვილის გამოსვლა, ჩვენი მეგობრის, სწავლული აგრონომის და როგორ აი ციფრებში როგორ მოიყვანა ყველაფერი ზუსტად, რამდენი ცალი ხორბალი იყო იმის მიხედვით, რომ განსაზღვრა ყველაფერი და საოცარი შედეგებზე ილაპარაკა, მაშინ მათ გაკვირვებმა ილაპარაკა, რა მსახურმა პიროვნება. და არ უნდა დარჩეს ეს ცლა ასე მიწევულად. შემდეგ ეს ცდები ჩვენ გამოვიყენეთ სხვა რეგიონებში და მივიღეთ ფანტასტიკური შედეგები. არასდროს არ დამოიწვა მე, აი მაშინ დედოფლის წყაროში იყო თვალწები თქვენი მოყვანილი ზესუნცირა. როცა ანაში ახლა უზარმაზარ კარაში თქვენ შორიდანვე შენ შეწესო თქვენი ნაკვეთი და რასხვის. ისევ ვიტყვი რომ აუცილებლად ჭირდება ცდები. ცდები რო გაკეთდეს სწორად ჭირდება რაღაც გარკვეული თანხები, რომელსაც ახლა სახლის პირობებში მე როდესაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი ხარჯი, რის განს ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, მაგრამ როდესაც ეს დიდ ფართობზე გაკეთება, მე მაგას ვერ მიცდები. მაგას ჭირდება ჭირდება სახელმწიფო პირობებში. აუცილებლად. იცით, აი იგივე თქვათ, ჩვენ ამ თქვათ საშუალებას ვსვით წყალში. აი რომ გადათვალოთ, რამდენი წყალი ჭირდება თქვათ 30 გექტარს. გამოვა რაღაც გარკვეული დიდი რაოდენობა წყლის. მაგ წყლის მიტანა ჭირდება, დამუშავება ჭირდება, ეს ყველაფერი შრომა არის და ამ ყველაფერს ჭირდება თავისი ხარჯი, რომელიც იხარჯება ამაზე. მარტო ბენზინი რამდენი დაჭირდება, ისიც საწვავი.
რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. რამდენი თანამშრომელი ჭირდება. ეს ყველაფერი ისევ თანხასთან არის დაკავშირებული. თანხებიდან გამომდინარე. და ადამიანური რესურსები საბოლოოდ აუცილებლად იქნება თქვათ იმ თანხის დადებითი დახარჯული თანხის რაც დაიდება მოგება. მაგრამ ეს გასასვლელი გზა არის. და რაც თავარი გვექნება ეკოლოგიურად ცუდა პროდუქტი. ესეც კიდევაც მოგება რო არ იყოს მარტო თვითონ ეს ფაქტი ნამდვილად არსებობს და არსებობს მე ვიცი და ეს ვამბობ იმიტომ რომ გაკეთებული მაქვს ეს გზა ნაწილობრივ ჩვენ მიხმელეთზე ბატონ გენდრიშვილის ასე ვთქვათ მუშაკობა და დამსახურება მაგრამ აი სხვაზე როგორ იქნება ბატონ ეს არის თავარი რა განსხვავებად ჩვენ თქვით რომ ნებისმიერ ბიოლოგიური პროცესს აქვს თავისი კანონები და თუ არსებობს გზა ერთი თქვათ მხრიდან მეორე მხარემდე ჩვენ შეგვიძლია ეს უარყოფითი თქვათ ახლა მე ჩემებურად არ ამერცენურად რო გითხრათ ესე თქვენ თუ გაქვთ ლაბორატორია ამ ლაბორატორიაში შეგვიძლია აი შავზღვაზე გახსოვება შავზღვას ნებისმიერ კუთხიდან დაწყებული რომ ვთქვათ ბულგარეთის ზღვის სანაპიროებიდან დამთავრებული ნოვოროსიისკიდან რა განსხვავება მოიქიდან მოგიტანონ წყალი ამ წყალს შემოწევთ თქვენ თვითონ კი რო შეისწავლოთ შემადგენლობა ხო ახლა თუ შეიძლება ამ ლაბორატორიებს გახსნას ფანტაზია რომ ისწავლოთ იმას საერთოდ თითოეული მადგილებში და იქიდან პირდაპირ ცნობები რომ მოგივიდეს ხო რომ იოლი თუ თქვენ უნდა ნახოთ პირადად რა ხდება იცით რა მაშინ მე უნდა მე ვთქვათ მეცნიერებს ვინც ამ პროცესებს შეასრულებს და გააკეთებს იმათ უნდა წავუკითხო რაღაც გარკვეული ლექციები ზუსტად ეგ ხედველობას რომ აი თუ ჩვენი მთავრობა იღებს ხოლმე ამას ხელში და ის მოახერხებს საქართველოში გააკეთოს ლაბორატორია ჩამოყალიბოს ასე რომ ვთქვათ გარკვეული სამსახური რომის ხელმძღვანელს იქნებით თქვენ არ დავიწყებ ხალხი იმას რა ქვია ფაშევანგობას და თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები რომ ამის გარშემო ბევრ რაღაცებში თორემ შეგიტყოთ ხელიდან შესაბამისად სამინისტროები და შესაბამისად სამსახურები ალბათ პროგრამა უნდა დაიწეროს რომელიც ესე ვთქვათ უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებს და იმიტომაც ვამბობ რომ მეცნიერები დაჭირდება იმისთვის რომ ეს პროგრამა დაიწეროს რატომ იცით ჯერ ერთი ნებისმიერ აი მე ისევ დავბრუნდი იქ რომ მე ვიყავი конференციაზე და თქვი რაღაც გარკვეული წინადადება ახტოვანებული დარჩა პრაქტიკულად 95-100% ვინც იქ იჯდა მეცნიერებს, მაგრამ არც ერთი არ მოვიდა. ამ დროს მე ვანახე რეალური შედეგები. აი სწორედ ეგ არის. ადამიანები გულწრფელად გამოიწვევს რომ ამხელა პროცენტარი არა მარტო შავზღვაში, მაგრამ ბევრი დარწმუნებული ბევრგან სხვაგაც ასე დაბინძურება. ალბათ ყველაფერს აქვს თავისი დრო, იცით და როდესაც მე თქვათ ვიყავი კიევში ეს არ იყო ისეთი მწვავე პროცენტულად დაბინძურება დედამიწის, მაგრამ ყოველ წელიწადს ეს პროცესი უფრო რთულდება, უფრო მეტად მიდის დაბინძურება და აქედან გამომდინარე ის მეცნიერი, რომელიც თქვათ 7-10 წლის უკან მისმენდა მე დღემდე არ გამოჩენილა ხვალდაზე ალბათ გამოჩნდება ეს ტენდენცია უკვე არსებობს და ჩემთან კონტაქტში უკვე შედის εν რაოდენობა მეცნიერების სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი იმედი მაქვს და ნამდვილად ესე იქნება ალბათ ახლო მომავალში ჩვენ გვექნება შეხვედრები ალბათ მე ჩავალ თუ ისინი ჩამოვლენ აქ და ამ თემაზე ვილაპარაკებთ და აუცილებელია აუცილებელია საერთოდ დასმამდე მისვლა ეცეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში გაიხსნა როგორც მე ვიცი რაღაც გარკვეული ინსტიტუტები სადაც უკვე იწყება ამ თემაზე მუშაობა
და ისევ დიდი სურვილი მაქვს რომ ჩვენ საქართველოშიც იგივე გავაკეთოთ. თავარი ეგ არის. ახლა სამყაროს ვინ გადაარჩენს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი სამყარო გადაარჩენს. თავარი არის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ყველა სრანთქად ვეთქვით და ყველას გვიყვარს და გვინდა რომ ღმერთის გარეშე არაფერი არ გადაწყდება. ამიტომ ბატონია, მაინც საქართველოს დაგვეწყოს პროცესი. რომ რაღაც სარგებელი კონდეს ამ ქვეყანას, გარდა იმისა რომ თავისთავად სარგებელია კაცობრიობის გადარჩენა და შაბის შევძენდაც, მაგრამ თვითონ ქვეყანას როქნის სარგებელი, ხალხსაც როქნის სარგებელი. და ქართველი კაცის ტვიში მოწიფ და ყველაფერი ეს ფისხალობით. ალბათ მე ვხედავ და სხვა სპეციალისტები ხედავენ რა ხდება ზოგადად საქართველოში. მე დღეს ვხედავ რომ ძალიან ბევრი ხე დავადებულია. კი ბატონო, გამიშთა თქვენ ვილაპარაკეთ არაერთხელ. ძალიან ბევრი ხე დავადებულია. ისეთ ჩვენ საფში გავაკეთეთ ესეთი ძალიან საინტერესო ცდა. ჩვენ 5-ის გადავაყენეთ, გამოვიყენეთ ეს ჩემი საშუალება და დიდი ესე თქვა წაბლის ხეები აღდნენ, რომელიც კვდებოდა, პრაქტიკულად კტარი იყო და ეგ ფუტკარმა გააკეთა, მაგრამ ამ ფუტკარს ჩვენს მივეცით რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რომ უფრო ძლიერი ყოფილიყო და უფრო შორს ეფრინა. ეგ ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირშია. იცით, დღეს მონაცემები ისევ საერთაშორისო მონაცემებით 60% კვტარია მარტო ჩიტები. მარტო ფრინავი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სახეობის ფრინველები, რომელიც თავის მისიას ასრულებენ, იგივე მისიას ასრულებენ ფუტკრები. ეგ სუაფერი, კანონზომიერ, სუაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. იგივე თქვათ არის ჭიამაია ზოგადად ვამბობ იქ სუაფერი დაიკლო. მოდი ჩვენ გასეთ რამე გავაკეთოთ, მაგრამ თქვენ ახლა ამ საქმის ასე ვთქვათ სპეციალისტი აღიარებული, მაგრამ მარტო საქართველოში არამედ სოფლის ბევრ ქვეყანაში, აი პირდაპირ გევალებათ რომ სამყარო მოაქციოთ ისე, როგორც ეს იყო თავიდან. ღმერთმა სამყარო შექმნა ყოველგვარი პესტიციდების და ასეთი უბედურებების გარეშე. შექმნა სამყარო სუფთა და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, ღმერთმა გისხმას გასულოთ, რომ ისევ რაღაცნაირად მაინც მოაბრუნოთ სამყარო წაღმართისკენ, რომ შემდეგ ღმერთის საშუალებით შევდაეცევდა არასხვისი მოხდინოს ამ სამყაროს კარგად ასე ვთქვათ დაყენებული ისევ თავიდანვე, როგორც თავიდან პირველი ეტაპზე იყო, აი რუსეთის სამყაროსთან დაგვაბრუნოთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო მე იმ ხალხს, ვინც ამ გზით მიდის, დაეხმარებიან და მისცემენ საშუალება, რომ პირველ რიგში გააკეთონ აუცილებელი ცდები იმისთვის, რომ გადაარჩინონ ზოგადად მთლიანი დედამიწა. მე აი დღევანდელ ამბავს გეტყვით. დღეს დილით მივიღე ინფორმაცია, რომ ინდოეთი ძალიან დაინტერესდა იმ ცდებით, რასაც მე ვაკეთებ. და არის ხვალ და ზეგ როგორ იქნება, როგორ დამიკავშირებიან, მაგრამ ვიცი რომ დაინტერესდა და ძალიან უნდათ რომ იქ გაიხსნა სერიოზული ისე თქვაც უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს მარტო აი ამ მიმართულებით ეკოლოგიაში და უნდათ რომ მეც მივიღო მაგაში მონაწილეობა. ლექციები დაიგეთოთ თუ? ალბათ. ალბათ თქვენ ვერ მოახერხებთ, იმიტომ რომ ალბათ იცით, იმიტომ რომ მე ვუყე რაღაცა გარკვეული გზა გავრილი მაქვს ინდოეთის ესე ვთქვათ მეცნიერები დაინახეს ის შედეგი და დაინტერესდნენ მაგით. იმედია ჩვენი მეცნიერები დაინახავთ, მithmetet ჩვენ მიმართეთ დღეს და რამსავარი ამას დაინახავთ ჩვენი ხელისუფლება. რომელსაც მიმართავთ აუცილებლად ახალი წლების მერე მაინც ბატონო, იმიტომ რომ ახალი წლები მოდის უკვე საქართველოში და ცოტა ამ დროს მე ვარ შენერებულია რაღაცები და ამიტომ ჩვენ ვეცდებით რომ ძალიან მალე მივაწოდოთ ყოველ შემთხვევაში მათ და შევხვდეთ კიდევ საჭირო იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდე იმასაც ვიტყვი ერთხელ რომ ჩვენ შვილები ყავს, შვილიშვილები და შვილთაშვილები გვეყოლება, ალბათ ვიღაც უყავს და იქნება მომავალი თაობები, რომელსაც ჩვენ უფლება არ აქვს რომ დავუტოვოთ
ეს ყველაფერი ესე დავარქვათ გვტარი. სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს და ეს ეხება არა მარტო ადამიანს. სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, ძალიან კარგი ნათქვამია და ყველა ამისკენ მივიდვით. მაინც ასეთ ცოტა ოპტიმისტურად საერთოდ საერთოდ ოპტიმისტურად და დავამთავროთ ჩვენ რევოლუციის შემოქმედება და მომავალში მოვიწვიოთ ჩვენი მაყურებლები იგივე თემაზე სასაუბრად. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობა ვინც ჩვენ გვისმენს მიხვდება რომ ეს გზა აუცილებელია და გვერდში დაგვიდგებიან. კარგად გზადებოდეთ. დიდი მადლობა.